მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გავეცნობით ლურსმული დამწერლობის, ბორბლისა და ლუდის გამომგონებელ შუმერებს. ეს ცივილიზაცია 4000 წლის წინ არსებობდა. ჩვენამდე შემორჩენილია არა მხოლოდ შუმერთა ქალაქების ნაშთები, არამედ იმდროინდელი მილიონზე მეტი თიხის ფირფიტა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ არა მხოლოდ როგორ ცხოვრობდნენ შუმერები, არამედ ის თუ რას ფიქრობდნენ ისინი და როგორი იყო მათი წარმოდგენები მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. პირველ რიგში გავეცნოთ იმ ტერიტორიის გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებს, სადაც ეს ცივილიზაცია ცხოვრობდა. ამ ტერიტორიას უწოდებენ მესოპოტამიას, რაც ბერძნულად მდინარეებს შორის მდებარე მიწას ნიშნავს. ეს ორი მდინარეა ტიგროსი და ევფრატი. ქართულად მას შუამდინარეც უწოდებთ. მესოპოტამია კიდევ უფრო დიდ რეგიონს მიეკუთვნება, რომელსაც მეცნიერები ნაყოფიერ ნახევარმთვარეს უწოდებენ. ადამიანებმა სწორედ ამ მიწებზე დაიწყეს პირველად მარცვლეულის მოყვანა და მუდმივი დასახლებების შექმნა. შუმერებამდე ამ მიწებზე მიწათმოქმედი უბეიდების ტომები ცხოვრობდნენ. ისტორიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან, საიდან მოვიდნენ შუმერები, ვინაიდან შუმერული ენა მეზობელი არც ერთი ხალხის ენას არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ მესოპოტამია ძალიან ნაყოფიერ მიწად ითვლებოდა, ამ ახალ მიწებზე პირველად დასახლებულ შუმერებს ძალიან რთულ პირობებში მოუხდათ ცხოვრება, რადგან მათ დასჭირდათ ტიგროსისა და ევფრატის ირგვლივ ჭაობების დაშრობა, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ამის შემდეგ საჭირო გახდა მდინარეებიდან მინდვრებამდე არხების გათხრა, ეს სამუშაო კი ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებდა. ასე დაიწყო პირველი სახელმწიფოების შექმნა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ არსებობს ადრეული შუმერული სახელმწიფოების შექმნის სხვა მიზეზებიც. შუმერები მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი. მათ ძირითადად მოჰყავდათ ქერი, ასევე თესავდნენ ხორბალსა და ჭვავს. მრავლად ჰყავდათ ცვრილფეხა პირუტყვის ფარები, ხოლო ძირითად გამწევ ცხოველებად ჯორებს იყენებდნენ. შუმერებმა მათ მიერ შეკრული ურმების გადასაადგილებლად გამოიგონეს ბორბალი. ამ გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ვაჭრობის განვითარება, რომელიც მანამდე მდინარეების გამოყენებით ხორციელდებოდა. შუმერები ვაჭრობდნენ ყველა მიმართულებით შავი და კასპიის ზღვებისა და ხმელთაშუა ზღვისა და სპარსეთის ყურემდე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შუმერებს სავაჭრო ექსპედიციები კვიპროზეც კი გაეგზავნათ. ვაჭრობამ ხელი შეუწყო მათემატიკისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებას. შუმერებს ათვლის სამოცეული სისტემა ჰქონდათ. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ დღეს 1 საათს 60 წუთად, ხოლო 1 წუთს 60 წამად ყოფთ. შუმერებმა ლურსმული დამწერლობაც ვაჭრობის გამარტივების მიზნით შექმნეს. დამწერლობის შექმნამ ხელი შეუწყო საგადასახადო სისტემის რეგულირებას. მონაცემების აღრიცხვამ და საგადასახადო სისტემის არსებობამ საფუძველი ჩაუყარა ბიუროკრატიული აპარატის შექმნას. ამრიგად შუმერები კაცობრიობის ისტორიაში პირველ დიდ ცივილიზაციად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, როგორც ეს მოხდა სხვა ადრეულ ცივილიზაციებში. შუმერებმა დააარსეს მრავალი ქალაქ-სახელმწიფო, რომელთაგან ცნობილია ერიდუ, ნიფური, ლაგაში, ური, ურუქი. თითოეულ ამ ქალაქს თავდაპირველად მართავდნენ რელიგიური ლიდერები, იგივე ენსი. შემდეგში ამ ქალაქების მმართველები გარდაიქმნენ სამხედრო ხასიათის ლიდერებად. მათ ლუგალს უწოდებდნენ, რაც სიტყვასიტყვით დიდ კაცს ნიშნავს. შუმერების ისტორია რამდენიმე პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი ურუქის პერიოდის სახელით შემორჩა ისტორიას. მას ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ ინფორმაციას ჩვენ ძირითადად ამ უძველესი ქალაქის არქეოლოგიური გათხრების საშუალებით ვეცნობით. ასე დაიწყო შუმერების ისტორიაში ადრედინასტიური პერიოდი. ჩვენამდე მოაღწია იმდროინდელმა ლურსმულმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შემოგვინახა ინფორმაცია ამ პერიოდის შუმერული დინასტიებისა და მეფეების შესახებ. შუმერული ქალაქები, დინასტიები თუ მეფეები რესურსებისა და ძალაუფლებისათვის ერთმანეთს ებრძოდა. თუმცა საბოლოოდ ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაამარცხა მეორე. მათ შორის მიმდინარე ბრძოლებით ისარგებლეს მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე სემიტურმა ტომებმა. მათ შუმერების წინააღმდეგ ლაშქრობები დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა, აქადელებმა, შეძლეს შუმერული ქალაქების დამარცხება და ისტორიაში პირველი იმპერია შექმნეს. აქადელები შუმერების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. მათი სატახტო ქალაქი იყო აქადი. არქეოლოგებისათვის დღემდე უცნობია ტერმინ აქადის მნიშვნელობა. აქადური სახელმწიფოს წარმოშობა მჭიდროდ უკავშირდება მმართველ სარგონ დიდს, რომელიც ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვით 24 საუკუნეში. სახელი სარგონი ნიშნავს ძლიერ მეფეს. ეს სახელი მიუთითებს ამ მეფის სურვილზე, გაამართლოს საკუთარი ძალაუფლების მეზობელ ტერიტორიებზე გავრცელება. ქალაქ ქიშის ქრონიკებიდან ირკვევა, რომ სარგონი იყო აქადის მეფის მერიქიფე და მებაღე. თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციის მიზნით სარგონმა გაავრცელა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მისი დედა ქურუმი ქალი იყო. მას ფარულად შეეძინა ვაჟი, რომელიც კალათით მდინარის პირას დატოვა, სადაც ბავშვი სამეფო წყლის მზიდავმა აქ იმიპოვა და სასახლეში წაიყვანა. სარგონი აქადური ქალაქ ქიშის მეფე გახდა.
მან სწორედ აქედან დაიწყო სხვა სემიტური ტომებისა და შუმერული ქალაქების დაპყრობა. დროთა განმავლობაში მან სატახტო ქალაქი ახალ ქალაქში გადაიტანა. საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით მან დაპყრობილი ქალაქების რელიგიურ მმართველებად თავისი ნათესავები დანიშნა. ხშირად სარგონი თავის ქალიშვილებს უმაღლეს ქურუმებად ნიშნავდა. მათ ამ ქალაქებში ენითუს უწოდებდნენ. სარგონის დინასტიამ ასე მოახერხა შუმერული ქალაქების არა მხოლოდ დაპყრობა, არამედ მათი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებაც. შუმერული და აქადური კულტურები ერთმანეთს შეერწყა. შუმერული და აქადური ენებიდან გადარჩა აქადელთა ენა, რომელიც მიეკუთვნება სემიტურ ენათა ჯგუფს. მას ასურული ენის სახით შორეული შთამომავალიც ჰყავს. შუმერული ენა კი ქურუმების ენად იქცა და მხოლოდ ტაძრებში გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, იმ დროს რელიგიამ და ტაძრებმაც კი დიდი ცვლილებები განიცადეს. შუმერული და აქადური ღმერთები ერთმანეთში აირია, მაგალითად, შუმერული ინანა აქადურმა იშთარმა ჩაანაცვლა. ენლილი, ელილმა, ხოლო ნანა აქადურმა ღმერთმა სინმა შეცვალა. აქადელებმა შუმერული ლურსმული დამწერლობა შეითვისეს, მაგრამ შუმერულის ნაცვლად მათ ძველი სიმბოლოების წაკითხვა ახალი აქადური გზით დაიწყეს. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ მოხდა ორი ხალხის ერთმანეთთან შერწყმა. სინამდვილეში კი მათი გაერთიანება არ მომხდარა, რადგან შუმერული ქალაქები ყოველთვის უჯანმრთელდებოდნენ დამპყრობლებს. სარგონსა და მის მემკვიდრეებს ხშირად უწევდათ შუმერული ქალაქების აჯანყებების ჩახშობა. ჩვენამდე მოაღწია ათეულობით სამხედრო ჩანახატებმა, რომლებიც აღწერენ სარგონის დინასტიის წინააღმდეგ ბრძოლებს. ყოველწლიურად მათ იმ ერთი და იგივე ქალაქების დაპყრობა უწევდათ, რომლებსაც არ სურდათ აქადის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ დარჩენა. სამხედრო კამპანიების განხორციელების მიზნით სარგონმა შექმნა პროფესიული არმია, რომელსაც ასე უწოდებდნენ. ადამიანები, რომლებიც მეფესთან ერთად სადილობენ. ამ ცვლილებამ სარგონს მეზობელი ქალაქების დაპყრობის შესაძლებლობა მისცა. სარგონ დიდმა ამ ძლიერ არმიასთან ერთად შეძლო თავისი იმპერიის ჩრდილოეთით, ტავროსის მთებამდე აქადის იმპერიის საზღვრების გაფართოება. მან ასევე განახორციელა სამხედრო საზღვაო ექსპედიცია ბაჰრეინის კუნძულებზე, ასევე შესაძლოა კუნძულ კვიპროსეც კი. გარდა ამისა, სარგონ დიდმა განახორციელა ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები. მაგალითად, დაადგინა წონის, ზომისა და ფასების ერთეულთა სისტემა. მან ასევე გაატარა რელიგიური რეფორმა. კერძოდ, ღმერთები მთავარ და ადგილობრივ ღვთაებებად დაყო. მისი მმართველობის დროს ასევე მოწესრიგდა საგადასახადო სისტემა. იმ დროს გადასახადების აკრეფა ნატურალური პროდუქტებით, პირუტყვით, მარცვლეულით ან ძვირფასი ლითონებით, ვერცხლით ან ოქროთი მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მაღალი ღირებულება ჰქონდა აღმოსავლეთიდან შემოტანილ ლაზურიტის ძვირფას ქვას. სწორედ აღმოსავლეთიდან დაიწყო აქადის იმპერიის განადგურებაც. სარგონის შვილიშვილის ნარამ-სინის მეფობის დროს აქადის იმპერიაში შემოიჭრნენ გუთიების ტომები, რომლებიც მცირე ძარცვებით არ დაკმაყოფილდნენ და აქადელთა არმიაც დაამარცხეს. გუთიებთან ბრძოლებში დაიღუპა აქადის მეფე ნარამ-სინი. ეს მოვლენა შუმერებმა აქადის იმპერიის სისუსტედ აღიქვეს. ზოგიერთმა აჯანყებულმა ქალაქმა გუთიებიც კი მოიწვია აქადელებთან ბრძოლაში დასახმარებლად. ამის შემდეგ ყველა აქადელ მეფეს მომთაბარეებთან განიწყვეტილი ომების პარალელურად მოუწია იმპერიის მართვა. თუმცა გუთიებმა შუმერებს თავისუფლება არ მისცეს და აქადელების დამარცხების შემდეგ თვითონ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ამრიგად ძველი წელთაღრიცხვით 21 საუკუნიდან შუმერების ისტორიის გუთიური პერიოდი დაიწყო, რომელიც თითქმის 1 საუკუნე გაგრძელდა. ამ დროს აქადის იმპერია დაიშალა ათობით პატარა ქალაქ-სახელმწიფოდ, რომლებშიც ძალაუფლებას აღმოსავლეთიდან მოსული დამპყრობლები ფლობდნენ. მაგრამ ამ ქალაქ-სახელმწიფოებს გუთიები დესპოტურად არ მართავდნენ და არც ძველი წესრიგი დაურღვევიათ. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად ლაგაშის მეფე გუდეამ, არა მხოლოდ წინა მმართველის ქალიშვილზე იქორწინა, არამედ განაგრძო ძველი აქადური და შუმერული წესრიგის შენარჩუნება. კერძოდ შენარჩუნდა მმართველობის იგივე სისტემა, რომელიც ლაგაში სარგონ დიდის დროს არსებობდა. ასეთი პოლიტიკა გახდა მათი სწაფი დაცემის მიზეზი. შედეგად ძველი წელთაღრიცხვით 22 საუკუნის ბოლოს შუმერულმა ქალაქებმა დაიბრუნეს ძალაუფლება. რეგიონის მთავარი ქალაქი გახდა ური. ამიტომ ისტორიის ამ პერიოდს იმ დინასტიის მიხედვით, რომელიც მართავდა ქალაქს, ეწოდება ურის დინასტიის პერიოდი. დინასტიის დამაარსებელმა ურნამ მოახერხა გუთიების დამარცხება და ისეთი დიდი ქალაქების დაპყრობა, როგორიცაა ლაგაში, ურუქი და ნიფური. ეს უკანასკნელი იმპერიის ცენტრი გახდა. იგი ასევე იყო იმპერიის ეკონომიკური და სამხედრო ცენტრი. ეს იყო ქალაქი, სადაც გადასახადებს ყველა მიწიდან კრებდნენ.
მომთაბარე მეზობლებისაგან თავდაცვის მიზნით აქვე იკრიფებოდა არმია. ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ მეომრები იმპერიის საზღვრების გასწვრივ დაასახლეს. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით პირველი კანონები ბაბილონის მეფის ჰამურაბის მიერ იქნა შექმნილი, მაგრამ კანონთა პირველი კოდექსი უკვე შექმნილი იქნა შუმერულ ეპოქაში მეფე ურ-ნამუს მიერ. გასაკვირი არ არის, რომ ური ძლიერი მონარქის მიერ იმართებოდა. მათ დაიკავეს მეზობელი ტერიტორიები, მონებად აქციეს ტყვეები, შექმნეს ძლიერი არმია, რომელიც მაღალი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობდა. ამიტომ ძველი წელთაღრიცხვით მე-20 საუკუნის შუახანებში, მაშინ როდესაც მეფე იბისვენი მეზობელ ელამებთან ომში დამარცხდა, ყველამ ეს მეფის სისუსტედ აღიქვა და ურის დინასტიის სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებები დაიწყო. ამ მოვლენების თითქმის პარალელურად დასავლეთიდან მიმდინარეობდა მომთაბარე სემიტი ტომების შემოსევები, მათგან ყველაზე წარმატებულები ამორეველები იყვნენ, რომლებმაც ძველი წელთაღრიცხვით მე-20 საუკუნის ბოლოს შუმერთა მიწები დაიპყრეს და იქვე დასახლდნენ. სწორედ ამორეველთა ეპოქაში გახდება ბაბილონი მესოპოტამიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ასე დაიწყო ახალი ეპოქა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში.